მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ისევ ჩვენ ლექციებს და ჩვენი ეს კვირა, როგორც იცით, ამ კვირას ვსაუბრობთ ჩვენ მეთოდებზე და სამშაბათს ვისაუბრეთ მეთოდის ცნებაზე, რა იყო მეთოდი, რაში მეხმარებოდა მეთოდის შექმნა და როგორ ვიყენებდით ამ მეთოდს. ჩვენ ვთქვით, რომ მეთოდი განსხვავდებოდა იმ კოდის წერის მანერისგან, რომელსაც ჩვენ აქამდე მიჩვეულები ვიყავით, იმიტომ რომ აი რაღაცა კონკრეტულ ფუნქციონალს როცა ვაკეთებდით, ჩვენ ერთ მაგალითზე დაყრდნობით ვაკეთებდით. ანუ რას გულისხმობ, ხო? მე გულისხმობ იმას, რომ ანუ რაღაცა ცვლად შევქმნი. დავუშვათ აი ლუწკენტობაზე სიტყვაზე რა. ნამს შევქმნიდი, რომელიც არის სიტყვაზე 7-იანი და მე აი ამ ნამზე დაყრდნობით მე რაღაცა კოდს წერდი. თუ ნამი იქნებოდა if ნამი იქნებოდა ლუწი, მაშინ რაღაცას ვიზავდი. თუ არა და ვეტყოდი რომ კენტია და მოკლედ ასე შემდეგ რა. მაშინ დავწერდი რომ კენტია. მაგრამ თავარი, ასე ვთქვათ, რაც არის მეთოდი, რატომაც მინდა რომ გამოვიყენო. არის ის რომ აი ეს კოდი ახლა რასაც მე ვწერ. არ არის მორგებული ყველა რიცხვზე. ეს არის მორგებული მხოლოდ ერთ კონკრეტულ რიცხვზე, ნამზე. რომელიც 7-ის ტოლია. და ამ ნამს ვამოწმებ მარტო, ხო? მაგრამ მე მინდა დავწერო რაღაცა ფუნქციონალი, რომელიც იქნება დინამიური, ამავდროულად ზოგადი ფორმულის სახით და იქნება ასე ვთქვათ, წარმატებული ნებისმიერ რიცხვზე, რაც არ უნდა ავიღოთ. გინდა 7 ავიღოთ, გინდა 10, გინდა 20 და ასე შემდეგ. ანუ ეს მაგალითი ხა ძალიან მარტივია და ნუ შესაძლოა მეთოდის წერაც დაგჭირდეს, მაგრამ არის რაღაცა კონკრეტული ფუნქციონალები, რომელსაც ჩვენ ვწერთ მხოლოდ იმ მაგალითზე დაყრდნობით და არა ზოგადად როგორ ვწერთ. იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა არის დავუშვათ აი შეიძლება რაღაცა მაგალითზე კოდი მეწეროს და ეს ამ მაგალითზე დაყრდნობით ეს კოდი სწორი იყოს, მაგრამ ზოგადად ჭრილში სხვა მაგალითი რომ მქონდეს, სხვა ტექსტი რომ მქონდეს ცვლადში და მაგ ტექსტზე რომ გავტესტო, შეიძლება საერთოდ სხვა პასუხი მივიღო. ამიტომაც ყოველთვის ჯობია რომ ისეთი კოდი დავწერო, რომელიც იქნება მორგებული ყველაზე. ნებისმიერ თუ ტექსტზე საუბარი ნებისმიერ ტექსტზე, თუ რიცხვზე საუბარი ნებისმიერ რიცხვზე და მოკლედ ასე შემდეგ. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე. ოღონდ, ნუ, რა თქმა უნდა, თუ ასე ვთქვათ, ცვლადში ტექსტს წერს, ესე იგი ნებისმიერ ტექსტისთვის, თუ რიცხვს წერს ცვლად, ესე იგი ნებისმიერი რიცხვისთვის და ასე შემდეგ. და ჩვენ აი როგორ ვაკეთებდით, ხო? ესე იგი ჩვენ ვთქვით, რომ აი main მეთოდის გარეთ ვქმნით ამ მეთოდს და ვწერდით ჯერ statics ვარქმევდით, ჯერ statics ვწერდით სიტყვას, მერე ვწერდით რა ტიპის უნდა ყოფილიყო ეს კონკრეტული მეთოდი, უბრალოდ რა ტიპის მონაცემს აბრუნებდა. და ჩვენ ვთქვით, რომ შესაძლოა აბრუნებდეს რაღაცა მონაცემს მეთოდი, შეიძლება არ აბრუნებდეს. თუ კი აბრუნებს, მაშინ ჩვენ ვუთითებ იმ დასაბრუნებელი მონაცემის ტიპს. ანუ თუ მაგალითად text აბრუნებს, მაშინ strings დავწერდით. თუ რიცხვს აბრუნებს ეს მონაცემი, მაშინ int-ს. და რა ვიცი, თუ bool ტიპს, მაშინ bool-ს და ასე შემდეგ. მაგრამ თუ არაფერს არ აბრუნებს, მაშინ ჩვენ ვწერდით void-ს. ესეც ვახსენებ. და რა ვიცი, პატარა მაგალითი გავაკეთოთ, რაღაც წიაზეც ეს მაგალითი გავაკეთე. print მეთოდი მაქვს, რომელიც print-ავს hello-ს სიტყვაზე. ანუ რა გამოდის ხო ამ შემთხვევაში? რომ თუ კი დავიმახსოვროთ, თუ კი მეთოდის შექმნა მსურს, რომელიც მიზანი არ არის არანაირი დაბრუნება მონაცემის და უბრალოდ აი რაღაცას შემოწმება მინდა, მაშინ შემიძლია რომ ეს მეთოდი იყოს void ტიპის და მარტო დაპრინტო და რაღაცები ხდებოდეს. მაგრამ თუ მონაცემის დაბრუნება მინდა და მჭირდება, მაშინ აუცილებლად უნდა მივუთითო, ასე ვთქვათ, რა ტიპის მონაცემი ბრუნდება. აი მაგალითად ესეთი ამოცანა რო გქონდეს, რომ დავაჯამოთ ნებისმიერი ორი რიცხვი. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მეთოდი,
static. ამის მერე ამის მერე რაღაცა დასაბრუნებელი ტიპი დავწეროთ. Ну, int-ი დავწეროთ ამ შემთხვევაში. int და რავი, 3 დავარქვათ. ჩვენ მეთოდს დავარქვათ 3. ესე იგი, ორი რიცხვის ჯამზე როცა არის საუბარი, ჩვენ წინა ლექციაშიც ვისაუბრეთ, რომ ეს ორი რიცხვი, ანუ ჩვენ თუ თქვით, რომ მეთოდი უნდა იყოს რაღაცაერთი დინამიური და უნდა იყოს მორგებული ნებისმიერ ორ რიცხვზე, მე ეხა აქ ვერ დავაბრუნებ 2 + 3-ს ან 4 + 5-ს ასე შემდეგ. ანუ ესეთ რაღაცას ვერ ვიზამ მე. მე უნდა მქონდეს ისეთი რიცხვები, რომელიც გარედან არის მოსული ჩემამდე. ანუ გარედან მოდიან ეს რიცხვები და მე ვიღებ ამ რიცხვებს და მე ვაკეთებ ფუნქციონალს. ანუ რესე თქვა მსურს, რომ როცა სამ მეთოდი გამოიძახება და აი აქ ჩაიწერება ის რაღაცა ორი რიცხვი, მაშინ უნდა მივიღო ეს ორი რიცხვი ამ ფრჩხილებში და მე ვიმუშაო. ну, რა წინა ლექციაშიც ვისაუბრე, ხო? შემელია int a და int b კონდეს სოდები. აქ გადავცეთ 3 და 4 მაგალითად და აბრუნებდეს a + b-ს. ხო? ანუ სამ მეთოდი მაქვს, რომელიც id ტიპის მონაცემს აბრუნებს და ორ რიცხვს აჯამებს. ზოგადად მეთოდს როცა ვქმნი, საერთოდ არ ვიცი, არა არის, ბერ არის, უბრალოდ ვამბობ, რომ აბრუნებს a + b-ს, ანუ მორგებული არის ნებისმიერ ორ რიცხვზე. და აქაც გამოვიძახე ხა 3 და 4. თუმცა, რომ გამოვიძახე ხა ეს 3 და 4, კი, დააბრუნა ხა ეს ჩვენი 3 + 4, ანუ 7 დააბრუნა, მაგრამ ეს 7 არის ჰაერში, ანუ ჩვენ გვჭირდება რომ შევინახოთ ეს მონაცემები, ხო? აქ ნაგავამდე ჩვენ ყოველთვის ცვლადში ვანთავსებთ ხოლმე. დაბრუნებულ ნიშნულობას ყოველთვის ცვლადში ვანთავსებთ, რომ არ დამეკარგოს. ანუ ესე ვაზროვნებ, რომ თუ კი მეთოდი მჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა დამიბრუნოს, ესე იგი ეს მონაცემი მე მჭირდება, რომ მე სხვა რაღაცას შევაჯერო, მე სხვა ფუნქციონალთან გამოვიყენო და ასე შემდეგ. აქ ნაგავამდე თუ კი მე მინდა რომ შევინახო მონაცემი დაბრუნებული, მაშინ უნდა მოვათავსო ცვლადში. ეხლა ცვლადში როცა ვანთავსებ, მე სულ ვკითხვას, რა ტიპის უნდა იყოს ეს ცვლადი? რა ტიპის უნდა იყოს და მე ვაკვირდები ის რა ტიპის მონაცემს მიბრუნებს. და მაგის მიხედვით. ესე იგი 3 თუ ესე იგი პირდაპირ ანუ არც მჭირდება ამების იმას, აი ამას უყურებ, აი ამ სიტყვას. თუ წერე int, ესე იგი int ტიპის მონაცემს აბრუნებს ეს ჩემი 3. და თუ მონაცემი int ტიპის არის, მაშინ შევინახავ int ტიპის ცვლადში. int result უდრის 3 და 4. და მე ან ამას მე დავპრინტავ, ან მე შემიძლია აი ნახეთ კიდე რა შემიძლია გავაკეთო, იცით? რომ გამოვიძახო 3 და ამას გადავცე ორი რიცხვი, ხო? მინდა რომ გადავცე და result-ი გადავცე და სხვა რიცხვი გადავცე, მაგალითად 5-იანი. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. ანუ int result უდრის 3 და 4 რო დაიწერა. 3-მა რა დააბრუნა ამ 3 მეთოდმა? ამ 3 მეთოდმა დააბრუნა 3 და 4 ხო არის 3 + 4, ანუ 7. ანუ ამის ადგილას ჩაჯდა 7-იანი, ხო? და თუ კი ამის ადგილას ჩაჯდა 7-იანი, ესე იგი result-ი არის 7 და მე ხო შემიძლია რომ მე 3 მეთოდი კიდე გამოვიყენო და 7 და 5 დავაჯამო, ხო? ანუ ამ შემთხვევაში 7-იანი წარმოდგენილი არის როგორც result-ი. და ეს result-ი როგორ მივიღე? თავის კუთხით 3-ის გამოძახებით. ამიტომაც ეს 3 მეთოდი შემიძლია გამოვიყენო რამდენჯერაც გამიხადო, ენჯერ გამოვიყენო, რა მოკლედ. ასე რომ, რავი, შემიძლია ეხა ეს კიდე სვლადში მოვათავსო, result 2 დავარქვა. და მოდი ეხა result-ი დავაკონსოლოთ და result 2 დავაკონსოლოთ და ვნახოთ რას მივიღებ. ესე იგი, რეზულტატი უნდა მივიღო მე 7 და result 2 უნდა მივიღო 12, ხო? აბა გავუშვათ. შევხედოთ. 7 და 12. ძალიან კარგად მივიღე, ხო? ანუ ეს რეზულტატი მივიღე ამის დაბრუნებით და ეს რეზულტატი მივიღე ამის დაბრუნებით. ასე რომ
ესეც გავთვალისწინოთ, რომ პირველ ჯერზე იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ დაბრუნება თუ მსურს რაღაცის, მაშინ return უნდა გამოვიყენო აუცილებლად. ისე მე ჩემთან ვერ მოვა ის ინფორმაცია. მეორე ის, რომ აუცილებლად ტიპი უნდა დაუწეროთ აქ, ისე ფიზიკურად error-ზე გახვალთ. ფიზიკურად ვერ იზავთ და თქვენ თუ დაგავიწყდათ აქ და void-ი დაწერეთ, ანუ არაბრუნებს ტიპსო, არაბრუნებს მონაცემსო, თუ ეგეთ რამე ვუთხარით, აქაც error-ს გაისვრის, იმიტომ რომ return-ი მაშინ არსებობს მეთოდში, როცა აუცილებლად რაღაცა მონაცემი ბრუნდება. და თუ კი არაფერი არ ბრუნდება და void-ი მიწერია, მაშინ return-იც არ უნდა მქონდეს აქ. ხვდებით? ანუ ესენი არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. თუ დაბრუნება მინდა, მაშინ უნდა მივუთითო ტიპი და აქ return-ი და თუ ასე ვთქვათ void-ი მაქვს, მაშინ არ უნდა მეწეროს return-ი. და მაგალითად, თუ კი int-ი მაქვს, int ტიპის მონაცემს დაბრუნებს და მე return-ი არ მიწერია, დავუშვათ. და რაღაცა დავპრინტე. a + b დავპრინტე მაგალითად და return-ი არ მიწერია. ეს უკვე ისვრის errors. ისვრის errors, იმიტომ რომ მეუბნება რომ ეს სამეთოდიო კაცო აბრუნებსო, ესე გიწერია რომ შექმნის დროს გიწერია რომ int ტიპის მონაცემს აბრუნებსო და შენ არსად არ გიწერია რომ return-იო. Not all code path returns a value. ანუ ეს მეთოდი ყოველთვის ელოდება სადღაც დაბრუნებას, returns. ასე რომ აუცილებელია რომ ეს გავითვალისწინოთ. აბა აქ რამე კითხვა. შემოვიხედო. გამარჯობა. მაინც ჩატი მქონეს აქ. ოკეი. კაი, კითხვები არ არის? ოკეი, გისმენ? იცით რა მაინტერესებს? ანუ ამ შემთხვევაში ვიცით ჩვენ რომ 3 და 3 და 4-ს დააბრუნებთ კი არა და შეაჯამებთ და როცა არ ვიცით რა იქნება რიცხვების მაგივრად, აქ შემთხვევაში ის იწერება ხო readline. ანუ ნახე, ჩემთვის მთავარი არის რომ მეთოდი მქონდეს ისეთი დაწერილი, რომელიც ორ რიცხვს აჯამებს. თვითონ ეს სამ მეთოდი. აი, მეცადე? თვითონ ეს სამ მეთოდი არის უნივერსალური მეთოდი, რომელიც ორ რიცხვს აჯამებს. მაგრამ თვითონ არის ის რა ორ რიცხვზეა საუბარი. საერთოდ არის ის. int a int b. ანუ რაღაცა ორი რიცხვადი მაქვს რიცხვი და აბრუნებს a + b-ს. მაგრამ ამ არა არის, b რა არის, ამან არის ის. მაშინ გაიგებს, როცა გამოვიძახებ ამ სამ მეთოდს და გადავცემ 3-ს და 4-ს. ხვდები? ანუ ჩემთვის თავარი იყო, რომ დამეწერა უნივერსალური მეთოდი, რომელიც ნებისმიერ ორ რიცხვს აჯამებს. თავარი ეს მივაღწიე. და მე აქ რო გადავცემ 3-ს და 4-ს, ეს არის უბრალოდ მე გადავეცი უკვე რა, ანუ გავტესტე 3 და 4-ზე რას იზავს. მე შემიძლია 5 და 8-ზე გავტესტო რას იზავს, ხვდები? ანუ ამ შემთხვევაში აი საბოლოო ჯამში მაინც ხომ მიწევს რომ ჩავწერო. აი თუნდაც console readline-ი რო ავიღოთ რა, console readline-ში მე ხომ მაინც ვწერი კლავიატურაზე იმ კონკრეტულ ჩემ რიცხვს. ხვდები? და რა განსხვავება გინდ ესე ჩავწერ და გინდ console readline-ში იქ კლავიატურაზე ჩავწერ. მაგას ხვდები? ასე რომ არავითარ მნიშვნელობა არ აქვს მაგას. მიხვდი? დიახ, გავიგებ, მადლობა. თორე ისე შემიძლია გავტესტო მაგალითად ამ 3 და 4-ის მაგიროთ console readline-ი გამოვიყენო, მაგრამ ეგ console readline-ს რო შევინახავ და მე რო გადავიყვან int ტიპში, ხომაიც იმ ინფორმაციას მივიღებ. ანუ ხომაიც იმ რიცხვს ჩავწერ მე, რაც მინდოდა რომ ჩამეწერა, ხვდები? და რა გავიწოლო, ბარემ ჩავწერა აქ ესე 3 და 4-ს, 5 და 7-ს. ესე გავტესტო აქეთ-იქით რა. ანუ ამ შემთხვევაში console readline-ის გამოყენება აღარც მჭირდება, იმიტომ რომ ეს მაინც უნივერსალური მეთოდია და ეხლა უკვე ვტესტავ. რა ორი რიცხვიც მე გამიხარდება. ანუ console readline-ი მაგდროს რატო მინდოდა იცი რომ აი ტესტავდი, აი ამას ჩავწერდი, მე მეორეს ჩავწერდი და ვნახოთ რა შედეგი იქნებოდა. და ამ შემთხვევაში ეს უკვე იმდენად ეს არის კარგი, რომ უკვე მიწერია რაღაცა ფუნქციონალი, რომელიც მორგებულია ორ რიცხვზე, მაგრამ არ ვიცი რა რომელ ორ რიცხვზე არის საუბარი. ამ დროს ეს კარგი ლოგიკა მიწერია და მე უკვე ტესტავ. ნებისმიერ ორ რიცხვზე რაც მე გამიხარდება. კაი, result რა უნდა ეხა მას აქ? result 2. ხო. result-ი დამაგლა აქ. ხო. აი. ეხლა ვსვამ ესეთ კითხვას. შემიძლია თუ არა მეთოდში
გამოვიძახო მეთოდი. ანუ მეთოდში გამოვიძახო მეთოდი. აბა გავტესტოთ. ესე იგი, ეს სამი ხო არის, რომელიც აბრუნებს აპლუსბეს და მოდი რაღაცა სხვა მეთოდი მქონდეს. static რა ვიცი, int საბრუნებდეს მაგალითად ესეც. ესეც int საბრუნებდეს. და დავწეროთ რაღაცა ფუნქციის სახელი, რა ვიცი, foo დავარქვათ. foo-ს ვარქვენ ხოლმე, როცა არ ვიცი რა დავარქვა ფუნქციის სახელს. უკვე ხო ვიწერია ურად მეთოდი მეთოდში. კი არა და მეთოდში მეთოდი. სწორია, უკვე ვიწერია. ანუ მაინტერესებდა თუ შეამჩნევით ამას, რომ main მეთოდში მიწერია ეს რა, თვითონ ამის გამოძახება. მაგრამ ნახე, ეხლა ჩვენ რას ვიზავთ, იცი? მეთოდში გამოვიძახებთ მეთოდს და თვითონ ამ მეთოდს გამოვიძახებ აქ. და ეს ჯაჭვი შეიკრება უკვე. ანუ თვითონ სწორი პასუხი რა თქმა უნდა შენ რაც მითხარი ეგ არის, რომ უკვე main მეთოდში მიწერია ამ სამის გამოძახება, ესე იგი main მეთოდში, ესე იგი მეთოდში შემიძლია რომ მეთოდი გამოვიყენო, მაგრამ ეხლა მოდი ისეთ რამე გავაკეთო, სადაც ეს მეთოდი მექნება, რომელიც გამოიძახებს სხვა მეთოდს და დააბრუნებს რაღაც ინფორმაციას და აი ამ მეთოდს გამოვიძახებ მე ამ main მეთოდში. და ესეთი ის იქნება რა, დაკავშირება. აი მაგალითად, static int foo მიწერია, მე შემიძლია გამოვიძახო ეს სამ მეთოდი. შემიძლია int ტიპის სვაჩი მოვათავსო. int sum უდრის ესე დავარქვა და გადავცე ნებისმიერი ორი რიცხვი. ნავი 5 და 9. და რაც იქნება ჯამი, ეს დავაბრუნო უკვე, რითქოს 3. და უკვე აი ეს მეთოდი გამოვიძახო უკვე. აი აქ. foo მეთოდი გამოვიძახო ხო? აი ეს. ოღონდ ნუ ესეც ამას სვაჩი შემინახავ რა თქმა უნდა. ან პირდაპირ დავპრინტო. შემიძლია სვაჩი მოვათავსო რეზულტატის სახით, რომელიც არის foo და ეხლა დავპრინტოთ რეზულტი. ან ამ შემთხვევაში რა მოხდება ხომ? ამ შემთხვევაში მოხდება ის, რომ result სვაჩი, ესე იგი foo გამოძახება როგორც კი წერია, შემოიხედავს ეხლა ამ foo-ში რა ხდება და int სამუდრის 3, 5 და 9. მე აი უკვე ამაში შემოვა. 5 და 9-ს წაიკითხავს ადაპტებს მიგოთ 5 და 9-ს დააბრუნებს 5 + 3 14, ხო? და შეინახავს ამ სამ სვაჩში. ანუ 3 არის 14 და დააბრუნებს ამ 14-ს. და მე უკვე რომ დააბრუნებს, ესე იგი ამის მომდევნო 14 ჩაჯდება და result სვაჩი მოთავსდება. და დაიპრინტება რეზულტატი. ეს. მეტოდს უკვე შეგვიძლია, ანუ სწორად თქვილი და რომ შეგვიძლია მეთოდში მეთოდი გამოვიძახოთ. ძალიან კარგი. ეხლა მოდი რაღაცა მაგალითები გავაკეთოთ, რომელიც ჩვენ დავალებებში არის, მაგრამ მინდა რომ ერთად გავარჩიოთ რა, მაინც ყოველ შემთხვევაში და თუ რამე სახშიც მარტო გააკეთეთ ეგ კონკრეტული ამოცანა. აი მაგალითად არის ესეთი დავალება, რომ დავწეროთ ფუნქცია ან მეთოდი, ან ფუნქციას თუ დაინახავთ სადღაც ესე იგი მეთოდი გულისხმობ, ან ფუნქცია მეთოდი შეგიძლიათ ერთ და იგივე რამ წარმოიდგინოთ. დაწერეთ ფუნქცია, რომელიც მიიღებს პარამეტრად ტექსტს და დააბრუნებს ამ ტექსტში სიტყვაზე c, ანუ c100 რამდენჯერაც არის. ანუ ეს კონკრეტული c, აი ეს c100 რამდენჯერაც არის, მაგას დააბრუნებს. ანუ ჩემი მიზანია რომ დავწერო რაღაცა უნივერსალური მეთოდი, რომელიც მორგებული იქნება ნებისმიერ ტექსტზე და რა ტექსტიც არ უნდა იყოს, ის მიპოვის ამ ტექსტში რამდენჯერ არის c, ასე ვთქვათ, ნახსენები. და საინტერესოა დავალება. დავიწყოთ. მოდი ჯობია ცოტა ზევი დავწერო ეს. პირობა გასაგებია ხო მე მგონი?
თუ რამე კითხვა იქნება, აუცილებლად მითხარით. და აქ ესე გავაკეთებ. ეს. ოდეში სკრინი გილაგავს ცოტა. სკრინი მილაგავს, სხვებთან როგორ არის? მეჩოდე? შენთანაც? მე მგონი წესით კარგად უნდა იყოს. არა? კიო, შენი ხმა არ მესმის თუ რამე? ცოტა შეჭედავს. ცოტა ჭედავს? აბა გამოვთოთ გაზიარებას და ხელახლა ჩავთო. მეჩოდე? გამოვთე. აბა ხა გავტესტოთ. ეხა როგორ არის? მეჩოდე? აი ეხა როგორ არის? ლაგავს არ ლაგავს? ოდნავ შეფერხება. ოდნავ შეფერხება? კაი, იმედია გამოსწორდება ნელ-ნელა. თუ რამე და ძალიან გაჭედა, აუცილებლად მითხარით. თავი ხმა ისმის კარგად, ჩემი. ჩემი ხმა ხო ისმის კარგად, ეგ დავაზუსტოთ. კი. ოკეი, კაი. ანუ თვითონ ამ ტექსტს ახლა კარგად კითხულობთ, ხო? დავწეროთ ფუნქცია, რომელიც მიიღებს პარამეტრად ტექსტს და დააბრუნებს ამ ტექსტში C-ასო რამდენჯერაც არის. ეხლა როგორ ვიქცევით? პირველ რიგში უნდა შევქმნათ, ხო, ეს მეთოდი. რა ვიცი, დავწეროთ static. ამის მერე თვითონ რა თქმა უნდა დასაბრუნებელი ტიპი. ეხლა თქვენი აზრით, რა უნდა იყოს დასაბრუნებელი ტიპი აქ? თან წავიკითხოთ ისა. ესე იგი, უნდა დავწეროთ ფუნქცია, რომელიც მიიღებს პარამეტრად ტექსტს და დააბრუნებს ამ ტექსტში C-ასო რამდენჯერაც არის. ანუ უნდა დაბრუნდეს რაოდენობა. ანუ თქვენ ისეთ რა ტიპი უნდა იყოს ხა აქ? დასაბრუნებელი ტიპი. რა უნდა იყოს? მესმის. როგორ? გესმით ჩემი ხმა? ხო. ანუ რა უნდა იყოს დასაბრუნებელი ტიპი? გიოს ხმა არის. გიოს ხმა არის მის? გიოს ხმა რაც მე მესმის, ხო? ანუ რაღაც მიკროფონი კი ჩართული აქვს, მაგრამ თვითონ არ მესმის. კაი, აი მარტივად რო თქვათ რა. აი ვისაც გაქვთ სრული რომ გამოთქვათ აზრი. ანუ ფუნქცია უნდა დავწერო, რომელიც აბრუნებს C-ასო რამდენჯერ არის. ანუ მიბრუნებს რაოდენობას. ანუ რა ტიპი უნდა იყოს ეს? string ტიპი. int ტიპი უნდა იყოს. ხო, ნახე, int ტიპი უნდა იყოს და ნახე რატო? რაოდენობას უნდა მიბრუნებდეს. რამდენჯერ არის C? ანუ ერთხელ იქნება, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ თუ რამდენჯერ, მაგას უნდა მიბრუნებდეს. ანუ string ტიპი არ მჭირდება, ანუ string ტიპი რატო? უნდა იყოს int აუცილებლად, რაოდენობა. აბა chat-ში იწერება რაღაცა, გავარკვიოთ. ვა. არ ვიცი, გიოსმა მე არ მესმის და. კაი. გიო, მე ერთხელ დავრეკოთ და ეგ ხმის პრობლემა გავასწოროთ. Discord-ში ერთხელ თუ გავასწოროთ, მე პრობლემა არ იქნება. ხო, int უნდა იყოს აუცილებლად. რა თქმა უნდა, იმიტომ რაოდენობაა. ეს იგი static int და დავარქვათ ფუნქციას count c. ანუ უბრალოდ სახელს ეგრე დავარქვენ რა. count c. ანუ რამდენიჯერ იქნება c გამოყენებული რა. შეხელს ხსნი? და ეს. ეხლა რომელიც მიიღებს პარამეტრად ტექსტს. ანუ აი აქ მიიღებს ტექსტი. ეს იგი უნდა იყოს string ტიპის ტექსტი, ხო? ეს იგი string, რაღაცა სიტყვა, ეს იგი დავუშვათ ტექსტი იყოს. და ეხლა უნდა დააბრუნოს ამ ტექსტში რამდენჯერ არის C-ასო. კაი. მოდი ახლა გავტესტოთ. და ვიფიქროთ. რამდენჯერ არის C? სანერანად უნდა გავიგო. აი მე ცოტა ხანი მეთოდს რო თავი დავანებოთ. თუ მე მაქვს რაღაცა string ტიპის მონაცემი info, რომელიც უდრის a b g d c რაღაცა c
ესე C. აი ესეთი ტექსტი მაქვს. აი პროგრამულად როგორ მივხვდე რამდენი C არის ეხა აქ გამოყენებული? თქვენი აზრით. for loop-ი უნდა გამოვიყენოთ. სწორია. ვიყენებ for loops, რა თქმა უნდა. და მაგაზე ვმუშაობ, ხო? მოდი პირველ ჯერზე ნახე რა გავაკეთოთ. პირველ ჯერზე მოდი ცოტა ხანი ეს string, ეს პარამეტრის ცნება არ გქონდეს და მოდი ვიმუშაოთ სრულად info-ზე. აი info-ზე ვიმუშაოთ რა. ანუ დავწეროთ რომ for int i უდრის null-ს, i ნაკლებია info-ს ვერ ხედავს ხო აქ? ხო, კაი, მაშინ მომიწევს უკან დავაბუნოთ ეს. რაღაც ჩვენება მიდოდა, მაგრამ მოდი ჯობია არ მაშინ რომ ზუსტად პარამეტრი არგუმენტის ჭრილში მივხედოთ. კაი, ტექსტი მაქვს, მაშინ ტექსტზე ვიმუშაოთ. for int i უდრის null-ს, i ნაკლებია ტექსტის ლეგზე i++. კაი. for loop-ი უნდა გამოვიყენოთ. ეგ სწორია. მაგრამ მე როგორ უნდა განვაგრძო სიტუაცია? მე ხო არ დამეხმარებოდით. აი ეხლა როგორ მოვიქცე? for loop-ი მაქვს. ანუ contain-ი გვჭირდება რა? contain-ი გვჭირდება აქ. ოკეი, გიო, შენ თუ აზრი არ აქვს ჩემი. კი, ეხლა ისმოდა შენ. ეხლა ისმოდა. შვენი. ძლიერს. ხო, ანუ contain-ი დაგვჭირდება აქ. აი. არა? contains, ხო? კაი, მოდი ვიფიქროთ. მოდი გიო თან ხმა გათშე ხო? რომ იმიტომ ჩემი ხმა შემოდიოდა. კაი, contains. კაი. ანუ როგორ დავწერო თან შენ რომ მითხრა რა? ანუ contains-ი, ანუ როგორ დავწერო თან შენი ლოგიკაც მაინტერესებს, ანუ როგორ დაწერთ ეხა ამას? თუ i-ში აი შეიცავს რა ქვია იმ მასოს რასაც ჩვენ ვეძებთ, რაღაც ეგეთი ლოგიკა უნდა იყოს. კარგი. თუმცა ნახე მაგ შემთხვევაში ცოტა ის არის რა, რაში გავიჭერეთ, იცი? text index-ად i ეხა არის char ტიპის უკვე. char-ია. სიმბოლოა უკვე ეს. text index-ად i. ეს text index-ად i ხო კონკრეტული ASO არის. და კონკრეტული ASO-ს contains მეთოდი ესე არა აქვს. contains მეთოდი აქვს მხოლოდ text. string tips. და text index-ად i არის ერთი ASO მხოლოდ. მიხვდი? ანუ იმის არის რა ქვია, რაღაც ტიპი ხო აქ ერთ ASO-ს მარტო დამავიწყდა რა ქვია. char, ხო. char ხო. ან char ტიპი არის ხა ეს text index-ად i არის char ტიპის. ჩვენ რომ ეხლა text index-ად i-ს მივიტოვოთ, ნახე რა არის? cannot be convert type char to bool, ანუ char-ზე საუბარი, ეს არის char ტიპის. ეხლა თითქოს ვითომ strings იქნება, მაგრამ char-ი არის ეს ეხლა. char ტიპია. კონკრეტული ერთი ASO. string-ში რო გადავიყვანოთ. ოკეი. კარგი. გადავიყვანოთ to string-ით, ხო? ერთი არის to string-ით. მეორე არის რომ convert-ი გამოვიყენოთ. to string-ით ძალიან კაი მეთოდი არის ესე to string და შეგვიძლია გადავიყვანოთ პირდაპირ. to string. კაი. და ამის contains-ი, ხო? ეს თუ შეიცავს. მაგის contain. ეს თუ შეიცავს რას შეიცავს? C-ს, ხო? ოკეი. ის თუ შეიცავს, ოღონდ ანუ C გააჩნია, ხა თუ დიდი C არის, ანუ ჯობია რომ თუ lower case-ის დაუწეროთ, რომ ანუ C და upper case-ის და lower case-ის ორივე შემთხვევაში true დააბრუნოს. ოკეი. კარგი. ეგრე მოვიქცეთ. to lower. ეგრე ძახ. ესე იგი, თუ text index-ად i-ს გადაყვანილი string-ში თუ შეიცავს ეს C-ს, C ASO-ს თუ შეიცავს, მაშინ რაღაცა გავაკეთოთ. და რა უნდა გავაკეთოთ მაშინ? მაგ შემთხვევაში რავი, უნდა დავაბრუნოთ რაღაცა, ხო?
ნახე? ჩვენი მიზანი არის რომ გავიგო რამდენჯერ არის გამოყენებული, ხვდები? რამდენჯერ. ანუ 100 რამდენჯერ არის? აი დააკვირდი? ახლა უნდა დავწეროთ, რომ ხო, გისმენ ლიზა? მაშინ რამე counts ვუმატოთ, რაღაცა კიდე ერთი ცვლადი შევქმნათ, რომელიც 0 იქნება და ყოველ დამთხოვაზე count-ი 1 დავწიოთ. და მე დავაბრუნოთ საბოლოო ჯამში ის count-ი. ძალიან კაი. კარგი. count-ს სად შევქმნი? აი, ხა მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. count-ი სად იქნება? ფორის გარეთ, არა? ფორის გარეთ, კი. ფორის გარეთ. იმიტომ რომ ფორში თუ შევქმნიდი მე, მაშინ ეს count-ი ხელახლა შეიქმნებოდა. ყოველ ჯერზე. კაი, int count უდრის 0-ს. და თუ ეს არის, მაშინ count-ი ერთით გაიზარდოს, ხო ალბათ? პლუს, კი. ოკეი, კარგი. და მე მგონი რაღაცა გვაკლია ხა კიდე. აი აქ, სადღაც. აი ეს return-ი გვაკლია ალბათ, ხო? რომ დაბრუნდეს count-ი. კი. აი, გადავხედოთ ახლა ჩვენ კოდს. ესე იგი, count-ი უდრის 0-ს, კაი. For loop-ით ვული ამ ტექსტს, ნებისმიერ ტექსტს, რაც არ უნდა იყოს. კარგი. მე ვამბობ, რომ თუ ტექსტის კონკრეტული 100 გადაყვანილი string-ში შეიცავს C-ს, გინდ პატარა C-ს არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ count-ი ერთით გაიზარდოს. და დავაბრუნე count-ი. აბა გავტესტოთ. ეს info ხომ აქვს და მაგალითად მოდი int ტიპის რეზულტატში შევინახოთ და აქ დავწეროთ count c და გადავცეთ რაღაცა ტექსტი. ან თუნდაც info გადავცეთ, რა პრობლემაა? ეს info ხომ მაინც ეს არის, ეს ტექსტია. და წესი დაირექტ მომაგდოს 1 2 3, ხო? აბა დავაკონსოლოთ თან რეზულტატი. ანუ 3. აი, ესე იგი სწორი არის, აბა ყოველთვის ნახე რა გააკეთეთ. ერთს რო გატესტავთ. სწორია ან არასწორია, ცოტა ხანი ისქენით, ანუ სიმშვიდე შეინარჩუნოთ ხოლმე და კიდევ სხვა რაღაცას გატესტეთ. იმიტომ რომ შეიძლება ერთს სწორად იყოს, მეორეზე არასწორად იყოს. ეხლა აქ არაფერი ისეთი არ არის, მაგრამ რაღაც C, ესე C. ეხლა უნდა იყოს 5 ჯერ, ხო? 5. ოკეი. ეგ ჩვენი კოდი სწორად მუშაობს. შვენიერი. ლიზა, რაღაცის თქმა გსურდა. შენ ხო არ გსურს რაღაც ვარიანტის გამოთქმა? აჩა. for-ში შეიძლება კიდე for-ში ჯერ ასე ვთქვათ იდეაში გინ for-ში გამოიყენე, გინ for-ში გამოიყენე, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ანუ არაფერი არ იცვლება მაგით, ანუ უბრალოდ text index-ა და იცვლება კონკრეტულად იმ ინფორმაციით. მნიშვნელობა არ აქვს. ეს მგონი თუ lower case-ით ყვილად დაუწერეთ, ეს მაშინ იმუშავებდა თუ ამ იმასაც გარედან გადმოვცემდით და ეხა სულ lower case-ებს ისედაც არა? ნახე. იდეაში მართალი ხარ, ანუ აქ გინდ მეწეროს, გინდა მეწეროს ამას აქ პრობლემა არ არის, მაგრამ მე მგონი რა ვქნათ იცი? ეგეც დინამიური გავხავთ, ანუ მაგის თქვა მინდა, ანუ უფრო გავხავთ დინამიური რა ვქნათ იცი? თვითონ რო გადმოვცეთ, მათ შემთხვევაში იქნება რელევანტური თუ ეს. კი, ზუსტად. იდეაში მაგასაც გულისხმობდი აქ რა. ანუ თვითონ კონკრეტული 100 რისი გადმოცემაც მე მინდა, ეგეც პარამეტრად გავაყოლოთ რა. აი აქ. ნახე რა მინდა რა. თვითონ 100-ს გადმოცემა. ანუ შეიძლება ორნაირი სახით გადავცე ხა ინფორმაცია. 100 როგორც char ტიპის და 100 როგორც string ტიპის. მოდი კონკრეტულად ერთი სიმბოლო გადავცეთ, ანუ char ტიპის მოცემი გადავცეთ. სიმბოლო ერქვას. აქაც ეხა აქ info რო გადავეცი, გავატანოთ ეხა კონკრეტულად ის 100, დავუშვათ C. ესე.
დიდიც გავაყოლოთ, მოდი. დიდიც გავაყოლოთ. და აქ დავწეროთ, აი ამის მეგროდ დავწეროთ სიმბოლ, ხო? უბრალოდ chars tool-ოვერი ვერ გადავცემთ ესე? სიმბოლს tool-ოვერი არა აქვს? then სიმბოლს tool-ოვერი არ გქონია თურმე. მაგრამ მაშინ შეგვიძლია აქ მაშინ თუ ესე არის ან აქ შეგვიძლია toString გადავაქციოთ და მე tool-ოვერი ან მაშინ თუ აუცილებლად ორივე ასოზე გვინდა როგორც მაღალი რეგისტრის ასევე დაბალი რეგისტრის მაშინ კაი chars მაგრად string-ი იყოს და მაშინ გამოვა რომ აქ ესეთ რაღაცას იპოვის ან როგორც ტექსტი ისე გავაყოლო და არა როგორც სიმბოლო და მაშინ tool-overs იმას იზავს რა ქვია ჩვეულებრივად იმუშავებს ანუ რატომ არის ეგრე იცი თვითონ chart tips tool-overi არ გააჩნია ესე პირდაპირ იმიტომ რომ სხვადასხვა ჩვენ ვთქვით რომ სხვადასხვა სიმბოლოებია და მათ სიმბოლოებს თავისი დატვირთვა აქვს chart tips არის და მაგიტო და მაგიტომაც ესე პირდაპირ tool-overi ვერ ხერხდებოდა მაგრამ შეგვიძლია როგორც ტექსტი ისე გავაყოლოთ ეხლა თუ რო გავუშვათ მაშინ მივიღებდით 5 ხო? ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა დიდი ასოებით და მიწერია მე C, მაინც ეს C გადაყვანილი არის tool-over-ში და მე არის contains. პირდაპირ. გასაგებია ეს? როგორც გავაკეთეთ, ეს პირველი ვარიანტით. მაგრამ აი ძალიან გავირთულეთ რა, გიო. აი ძალიან გავირთულეთ საქმე. იცი რატომ? იმიტომ რომ თვითონ ნახე რა ხდება ეს contains-ი ან ნახე რა გამოდის რომ თვითონ რო გავშალოთ რა და რო წარმოვიდგინოთ ესე კი გვაქვს რაღაცა ტექსტი სიტყვაზე აი ეს a რაღაცა ხო ეს და თვითონ კონკრეტული ასო ან მე ვარკვევ კონკრეტული ასო აი დავუშვათ აქ რო a არის ეს a თუ შეიცავს C-ს ესეთ რაღაცას ვამბობ და contains-ის მაგალითად პირდაპირ შევადარო უდრისით ანუ რატომ მინდა contains-ი კი ანუ ეფინავენ ხო ანუ მაგიტო ისქენი მაგიტო დაგისვა კითხვა რომ მაგას მიცოდე რომ მაგას იტყოდი რა ანუ contains-ი აღარ მჭირდება ლიზა რისკ მაქსურს მითხარი დიახ, მაგის თქვა მინდოდა უბრალოდ შევადაროთ ორი უდრისით სიმბოლს და მე გამოვიტანოთ count plus. ხო, ანუ ორი გზა, ერთი contains, მაგრამ contains-ი ცოტა ისე ჟღერს რა. ერთ სიგრძიან ტექსტში რომ contains ვაკეთებ ერთ სიგრძიანში, ბანემ შევადარო რა. იმიტომ რომ აი ერთგან მაინც რო იყოს, ანუ აქ რო იყოს ერთზე მეტი, მაშინ contains-ი დამჭირდება. კი. მაგრამ ეხლა აქ ერთი არის და ბარემ ორი უდრის გამოვიყენებდი. ანუ ამას ცოტა ხანი დავაკომენტარებ და ესე დავწერ. text to string და ამის მეგრად პირდაპირ დავწერ. ორი უდრის ეს პირდაპირ. და ეს ფშხილი აღარ მინდა. ეს text to string to უდრის simple tool-over. ეს პირდაპირ. და აქაც იგი შედეგი იქნება, რა თქმა უნდა. მეორე ხუთი. ეგეც არ არის, ნახე? აი, ეხლა ჩვენ გავაკეთეთ, როგორ იცი, რომ ასოს ვუთითებ აქ და გინდ დიდ ასოზე იყოს საუბარი, გინდ პატარა ასოზე, რო ჩათვალოს რა. მაგრამ, ნახე? მე თუ განსაზღვრება აქვს მხოლოდ პატარაზე, ან მხოლოდ დიდზე, მაშინ მაგას ჯობია რომ გავატანოთ chart tips მონაცემი, სიტყვაზე C, ესე პატარა სუთი. ამან მიიღოს chart tips მონაცემი და აქაც თუ string-ი აღარ მინდა, პირდაპირ ეს char-ი შევადაროთ chars. პირდაპირ. text index-ა და პირდაპირ შევადაროთ symbols. ესეთ char-ი არის, ესეთ char-ი არის. იმიტომ რომ text index-ა და ხო კონკრეტული ასო არის. და
დარდება კონკრეტულ ასოს. თუ რამე სიმბოლო ++. ეხლა რომ გავუშვა, მივიღებ 5, ზუსტად იგივეს. როგორც ეს არის როგორ იცი, რომ მარტო პატარა C-ს იმეშვება. დიდ C-ს ყურადღებას არ მიაქცევდა მაგალითად. ეხლა მაგალითად დიდი C რომ მეწეროს აქ, იქნება 0. ხო? იმიტომ რომ არსად არ ფიგურირებს აი აქ დიდი ასოთი დაწერილი C. მე ხვდეთ რისი თქმა სურს და როგორ გადავაკეთე. აბა აქ თუ არა მეკითხო. ოკეი. აი ჩატში შევიდე ვნახოთ. ოკეი, კითხავს. სვავთ, ნახოთ. მოდით დასვიდა მაგამდე რაღაცებს გავაკეთებ თან. ოკეი. ნახოთ. else if C++. else if-ის დაწერა რაში მჭირდება? else if-ი რატო? მე ვადარებ კონკრეტულ სიმბოლოს. თუ არის, მაშინ counts ვსდი 1-ით. და თუ არა და აი, ნახე, თვითონ შინაარსობრივად ვიჭედები რა ყოფილი, ესე იგი, ჩემი მიზანია რომ უბრალოდ გავიგო. თუ არის ეს კონკრეტული ასო C, მაშინ counts ვსდი. და თუ არა და უკვე აღარ მაინტერესებს, მაგიტომაც აღავწერ აქ else უკვე აღავწერ. ნახე, else-ის დაწერა მაშინ მინდა ხოლმე, როცა ორივე შემთხვევაში მინდა რაღაცა შედეგი მივიღო. და თუ არაფერს არ იმეშვება, თუ if-ში არ შემოვიდა, არც მაინტერესებს. გადავიდე შემდეგ იტერაციაზე, გაიზარდოს ერთი D. მიხდე ეს ობარი? კაი. ეხლა კიდე რისი თქმა სურს. ნახე? მეთოდს როცა მე ვქმნი, ამ მეთოდის მიზანი შეიძლება არ იყოს დაპრინტვა. ანუ ისე ნუ გაიგებთ რომ დავუშვათ void თუ მაქვს, მე აუცილებლად რაღაცა იპრინტება. არა, შეიძლება საერთოდ არაფერი იპრინტებოდეს და რაღაც სხვა ფუნქციონალი სრულდებოდეს. მიხვდით? ამიტომაც მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა. ანუ void-ს რო წერ, მე ვამბობ რომ არაფერი არ ბრუნდება და აქ რაც წერია, დაიწეროს. არ აქვს მნიშვნელობა აქ რა წერია. არაფერი არ ბრუნდება. მაგრამ თუ დაბრუნება მინდა, მაშინ ნუ თქვით რომ წერ აქ tips. ეხლა ძალიან საინტერესო მაგალითი მინდა რომ შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი როგორ გააკეთებთ მაგას. ესე იგი, დავწეროთ ფუნქცია, რომელიც მიიღებს პარამეტრად ტექსტს და პრინტავს კონკრეტულ ტექსტის ასოს და პრინტავს კონკრეტულ ტექსტის ასოს, მიიღებს პარამეტრად ტექსტს და კონკრეტულ რიცხვს და პრინტავს კონკრეტულ ტექსტის ასოს იმდენჯერ, რამდენიც არის ის რიცხვი. იმდენჯერ, რამდენიც არის ის რიცხვი. ანუ მაგალითად ძალიან მარტივად რომ გავამარტივოთ რა, თუ მაქვს რაღაცა ტექსტი და გავატანე ასევე ფუნქციას გავატანე დავუშვათ 5, ანუ რიცხვი 5 გავატანე, ანუ ტექსტი და 5 გავატანე, მაშინ ტექსტის კონკრეტული ასო, უბრალოდ ყველა ასო, უნდა დაიპრინტოს 5-ჯერ. მიხვდით? ანუ თუ მაქვს რაღაცა ტექსტი, დავუშვათ აი ეს რაღაცა ტექსტი თუ მაქვს, თითოეული ეს ასო უნდა დაიპრინტოს 5-ჯერ. მაგალითად, ჯერ A უნდა დაიპრინტოს 5-ჯერ, მერე E უნდა დაიპრინტოს 5-ჯერ, მერე U უნდა დაიპრინტოს 5-ჯერ, C უნდა დაიპრინტოს 5-ჯერ და ასე შემდეგ. ამას მიხვდით, ხო? აბა დამიდასტურეთ თუ მიხვდით და ბარემ უნდა მომიხმაროთ, იმიტომ რომ მე მარტო ვერ გავწვდები ამ ამოცანას, თქვენი აზროვნება მჭირდება. დიახ, პირობა გავიკეთე, ახლა ვიფიქრებ.
კაი, პირველ აი როგორ გავხდით, იცი? ნაწილ-ნაწილ დავყოთ. ჯერ შევქმნათ ფუნქცია static რომელიც მიიღდა პრინტავს რა, თუ პრინტავს რავი, რა თქმა უნდა დაბრუნდება. void. void. ხო, სწორია. და რა ფუნქციას დავქვათ სახელი. მოდი ეს პრინტი არ მინდა. print ერქვას ამას. ესე იგი, უნდა გადაეცემოდესო პარამეტრად ტექსტი და რიცხვი. თვითონ ტექსტი უნდა იყოს string ტიპის, რა თქმა უნდა. და კონკრეტული რიცხვი უნდა იყოს int ტიპის. კარგი. და ეხა აქ უნდა დავპრინტო ტექსტის თითოეული 100 იმდენჯერ, რამდენიც არის ეს რიცხვი. აბა იფიქრეთ. და თქვენი ვარაუდები მაინტერესებს. ანუ ორი for loop-ი ხარ გჭირდება ერთმანეთში. ძალიან კაი კითხვა. ეკი. ორი for loop-ი მჭირდება, მაგრამ როგორ for loop-ი? ანუ მოდი თან დავწეროთ და ისე მივხვდეთ. აი თან მიკანახე როგორ აპირებ ამ ამოცანას გაკეთებას. პირველ loop-ი მიიღებს ესე ტექსტის length. კარგი, ესე იგი დავწერო ხო for int i უდრის 0-ს i ნაკლებია ტექსტის length-ზე i++. ოკეი. კარგი. მე რა შვებით? ანუ ეს for loop-ი პასუხისგებელია იმაზე, რომ ტექსტის თითოეული 100-ზე წვდომა მქონდეს. ხო? იმიტომ ტექსტის ლენქსად აი ჯერ პირველი 100 იქნება, მერე მეორე, მერე მესამე 100 იქნება, მერე მეოთხე ასე შემდეგ. ანუ წესით მეორე for-ი უნდა დავწეროთ ეხლა რომ შევქმნათ მეორე ცვლადი, რომელიც უდრის ის. აი, კარგად ვიგავი. ესე იგი, ეს for loop-ი მაქვს და მე რა უნდა გავაკეთოთ? მეორე for loop-ი უნდა შევქმნათ? რიცხვისთვის უსახებ. ხო, აი, ფიქრობ რომ for loop-ი შევქმნათ და მაგალითად j უდრის ის. აი, სად უნდა შევქმნა ეს for loop-ი? for loop-ში თვითონ. აი აქ, ხო? აი აქ. აი, მოდი თან მოდი დაგეხმარებით რამეც და თან ერთად ვიმსჯელოთ, ესე იგი. ამოვიდგინოთ ესე იგი for loop-ი მაქვს და for loop-ში დასაწყისში i უდრის 0-ს. ხო? i ნაკლებია ტექსტის ლენქსზე i++. ესე იგი, text index-ად i, ცოტა ხანი თავიგანებოთ მეორე for loop-ს. text index-ად i. ხო არის კონკრეტული 100. კონკრეტული 100. ეხლა მე თუ მინდა რომ კონკრეტული 100 დავპრინტო. აი, ცოტა ხანი დავაბასებთ შევხვდეთ. აი, თითქოს და აი, მოდი ცოტა ხანი თავიგანებოთ, თითქოს ეს for loop-ები საერთოდ არ მიწერია. ესენი საერთოდ არ მიწერია, რომ text index-ად i მაქვს და ეს text index-ად i არის 100. და მე მინდა რომ ეს 100 დავპრინტო 5-ჯერ მაგალითად. ეს ამას თუ წარმოვიდგენ მე როგორც 100-ს, ხო? მე ხო შემიძლია რომ ეხლა აქ დავიწყო კოდის წერა. რომ for int j უდრის 0-ს მაგალითად g ნაკლებია num-ზე, ხო? ანუ რაც იქნება რიცხვი. g++-ი. და დავპრინტო აი ეს text index-ად აი. ნახეთ ხა მე რა გავაკეთე. ანუ for loop-ში რო ხო ვარ, ამ for loop-ში ხო ვარ, ამ for loop-ის მიზანი ხო ის არის რომ ტექსტის კონკრეტული 100-ზე მქონდეს წვდომა და მივიღე ეგ წვდომა, ხო? text index-ად i ხო მაქვს, რაც მაქვს, რაღაცა 100, ხო? სიტყვაზე a, ასეთია. მე თუ მინდა რომ აი ეს a 100 დავპრინტო 5-ჯერ. ცოტა ხანი რომ ამას თავი გავარ
დავანებოთ. უბრალოდ გარეთ რომ მქონდა. აი სადღაც რომ მეწეროს ესეთი რაღაცა, რომ char ტიპის რაღაცა სიმბოლო მაქვს, რომელიც არის a და მინდა რომ ეს a დავპრინტო 5-ჯერ. მე ხო ესე ვიზავდი რომ for loop-ით დავუვლიდი ახლა. i უდრის 0-ს, i ნაკლებია 5-ზე დავწერდი, i ++ დავწერდი და დავპრინტავდი ამ სიმბოლოს, ხო ეგრეა? და დაიპრინტებოდა ეს a 5-ჯერ. ზუსტად ეგრევე ვიმსჯელოთ. აი აქ. იმიტომ რომ i როცა უდრის 0-ს, i ნაკლებია ტექსტის length-ზე i ++-ით. ესე იგი მე წვდომა მაქვს ტექსტის თითოეულ ასოზე და text index-ად i მაქვს, კაია. და ეხა ამ კონკრეტული ასოს, ანუ text index-ად i-ს დაპრინტვა მინდა რამდენჯერ მე გამიხარდება. ამიტომაც შეიქმნება for loop-ში მეორე for loop-ი. ოღონდ ცვლადი სახელი უნდა იყოს განსხვავებული, j უდრის 0-ს, j ნაკლებია ნამზე, ამაზე, ხო? იმიტომ რომ რასაც ჩაწერს, იმდენჯერ რომ დაპრინტოს, ხო? თორემ მე აქ შემიძლია 5 დავწერო მაგალითად და 5-ჯერ დაიპრინტებოდა. და დაიპრინტება text index-ად i და j ერთით გაიზრდება. მოდი გავუშვათ ახლა ეს, შევხედოთ. ამას პირდაპირ ის უნდა ცოტა შენახვა არ სჭირდება, იმიტომ რომ მოდი ერთი hello იყოს ესე და იყოს 3-ჯერ. თითოეული იპრინტებოდეს 3-ჯერ მოდი. გავუშვათ ნახოთ. ესე იგი ეს დაიპრინტა 3-ჯერ, მე ეს დაიპრინტა 3-ჯერ, მე l დაიპრინტა 3-ჯერ, მე კიდე l დაიპრინტა 3-ჯერ და o დაიპრინტა 3-ჯერ. მიხვდით? რა გავაკეთე ხა მე? აი, ნახეთ, რო დააკვირდეთ ახლა, როგორ ხდება for loop-ში, ახლა როგორ ხდება მიმოსვლა და ასე შემდეგ რა. ესე იგი, პირველი for loop i უდრის 0-ს. i ნაკლებია ტექსტის length-ზე. არის ტექსტის length-ზე ნაკლები? არის. ესე იგი, მივოდექით პირველ ასოს. პირველი ასო არის აი ესეთი ასო, ხო? აი ეს ასო. კაი. ეხლა დავიწყეთ ახლა ამის შესრულება. int g უდრის 0-ს. g ნაკლებია ნამზე, ესე იგი g არის ნაკლებიო 3-ზეო, ხო? g ++ და დაპრინტეო ეს h-ო და მე g ერთით გაზარდეო. მე კიდევ დაპრინტეო h-ო, g ერთით გაზარდეო. კიდე დაპრინტე h-ი, g ერთით გაზარდეო. ხო? ანუ 0 1 2-ზე დაპრინტა, 3 როცა გახდა g უკვე ვეღარ დაპრინტა. გამოვიდა ამ ჩემ for loop-დან. ეს ამ h-მა თავის ანუ ამ ეს h-ი დაიპრინტა უკვე 3-ჯერ. ეხა i ერთით გაიზარდა. i როცა ერთით გაიზარდა, i გახდა 1 სტოლი. i რო გახდა 1 სტოლი, text index-ად i, ესე იგი text index-ად 1. ხო გამოვიდა აი ეს მეორე ასო. ეხლა მეორე ასო რო გამოვიდა, და სადა ვარ, მოიცავ დავიკარგე, აქ ვარ. ხელახლა შემოვიდა for loop-ში. g უდრის 0-ს ახლა ესე იგი 3-ჯერ დაპრინტა ასო. მერე l დაპრინტა 3-ჯერ ხელახლა, l დაპრინტა 3-ჯერ ხელახლა და o დაპრინტა 3-ჯერ. ამას ქვია for-ში for-ი. for loop-ში რომ ვიყენებ for loops. და ესე მე მაქვს წვდომა. უკვე კონკრეტულ ასოსთან. text index-ად i-ზე მე წვდომა ისედაც მაქვს, ხო, იმიტომ რომ ну, რავი, ეს პირველი for loop-იდან text index-ად i იცის ამ for loop-მა რა არის, ესე იგი ასო არის კონკრეტული ტექსტის და ესე დავპრინტე. გასაგები იყო ეს? კითხობს ველი აუცილებლად თუ კი რამე გაჩნდება. ბატუმილია. გასაგებია. გასაგები, ხო? შვენერი. აი თავია რომ მიეჩვიოთ ამას რა. for-ში რო იქნება არ გაგიკვირდეთ. თავია რომ ლოგიკას აყვეთ ყოველთვის. და თუ კი რაღაცას მაგალითად ვერ იგებთ, აი ეს კონკრეტულ მომენტში რა, აი კოდის წერის დროს ვერ იგებთ, ან ეხა ვერ იგებთ. ყოველთვის გატესტეთ ხოლმე რა. აი პრაქტიკაში გატესტეთ. ესე იგი, როცა გაეშვება for loop-ი, ესე იგი i 0 სტოლი იქნება.
და მერე text index-ად აირის იტოლი იქნება თქვენ გონებაში წარმოიდგინეთ. იქნება პირველი ასო, ხო? მერე გავუშვით ეს, ვთქვათ, მერე ამას უყურეთ, აქ რა ხდება და ესე დაინახოთ. ჩაუბრუნდით. ასე რომ ეს ჩვენი დავალებაც გაკეთდა. ესე მიდეში მე მეთოდებზე მეც ვერაფერს ვერ ავხსნი და დავალებებს რაც შეეხება დავალებებზე აი ამაზე რო დავთვალეთ ეს C-ასო ეს კარგი იყო იმიტომ რომ თქვენ დავალებებში გააქვთ ერთი დავალება ზუსტად ესეთი და ამას თქვენ გააკეთებთ. პალინდრომზე არის საინტერესო დავალება ასევე ბოლო და პალინდრომზე უბრალოდ მინიშნებას მოგცემთ რომ ტექსტი ბოლოდან ანუ ტექსტი ასე კი პალინდრომი არის ესეთი რაღაცა რომ ტექსტი გინდა მარცხნიდან მარჯვნივ წაიკითხე და გინდა მარჯვნიდან მარცხნივ ერთ და იგივეს რო უტოლდება რა და თქვენ მან დაგჭირდებათ შემოტრიალება ტექსტის და მე ამ ტექსტის შედარება თავდაპირველ ტექსტთან რომ მე გაარკვიოთ ერთმანეთს უდრის თუ არა ანუ რაღაცას ტექსტი თუ გაქვთ სიტყვა აი რაღაცა string ტიპის სიტყვა თუ გაქვთ რომელიც არის ანა თქვენი მიზანი არის რომ ეს სიტყვა ანა შეატრიალოთ და აქიდან წაიკითხოთ რომ მე აი ეგ შეტრიალებული სიტყვა შეადაროთ ამ თავდაპირველ სიტყვას და თუ გაუტოლდება ესე იგი პალინდრომია თუ არა და არა მაგალითად რომ დავწეროთ ლუკა ესეთი სიტყვა რომ წავიკითხო მარჯვნიდან მარცხნივ იქნება აი ესეთი ადან დაიწყება და ფიზიკურად ვერ იქნება ლუკას ტოლი ხო კულ ესე რომ დავწერო და ლუკა რო არის ერთმანეთს რო შევადარო არ არის ხო ერთმანეთის ტოლი ანუ თავარია რომ ეს ისე მიიღოთ სიტყვა რომელიც იქნება შეტრიალებული ლუკას და მე ეგ სიტყვა შეადაროთ ამ თავდაპირველ სიტყვასთან და ესე იპოვით პალინდრომს პალინდრომი არის თუ არ არის და ნუ მარტივი რაღაცა მეთოდებზე არის და იმედია რომ ყველაფერს გააკეთებთ და თუ რაღაცას ვერ გაიგებთ აქ ვარ იდეაში მოკლე ლექცია გამოგვივიდა რაღაც ლოზენზე მაგრამ მე ვფიქრობ რომ საინტერესო იყო ეს for loop-ის ცნებას გავარკვიეთ და მეთოდებზეც ვივარჯიშეთ აბა თუ არის რამე კითხვა რა მაქვს ერთ შეკითხვა აბა გიოგისმენ ანუ პროექტსოცა ვინახავ ხო დავალების გასაკეთებლად მაგალითად ახლიდან რო ხსნის solution explorer-ს არ მიგდეს ვერ და ვერ წასტავ კოდს solution მოდი რა ვქნათ იცი გიო დავრეკოთ ამ ლექციის მერე და გავარჩიოთ კი ბატონო იმიტომ რომ მე უბრალოდ მიგდებს რა და შესაძლოა რაღაცა დასაჭერი გაქვს იქ და ლექციის მერე განვიხილოთ კოლში კარგით ოკეი სხვა კითხვა კაი თუ კითხვები არ გაქვთ მაშინ დავემშვიდობოთ ერთმანეთს დღეს და რა ინფორმაციის მოწოდება მინდა ახლა თქვენთვის ვაპირებ რომ შემდეგ კვირას არა და შემდეგ კვირას ანუ ვთქვათ ერთი კვირის მერე ყველას ჩაუტარო გასაუბრება პირა ერთ-ერთზე გასაუბრება რომელშიც მე დაგისვათ კითხვა რომელიც ეს გასაუბრება შედგება თეორიული და პრაქტიკული ასე ვთქვათ საკითხებისგან და მინდა რომ იყოთ მზად ანუ ეს არ არის სავალდებულო რა თქმა უნდა მაგრამ რავი ვისაც განვითარება და სწავლა უნდა და შემოწმება საკუთარი თავის შემეძით კარგი იქნებოდა რომ ასე ვთქვათ გასაუბრებაში მიიღოთ მონაწილეობა და შევთანხმდეთ მერე დროზე როდის გქონდეს კონკრეტული გასაუბრებები და ასე ვთქვათ გამოკითხავთ ყველას როგორც თეორიული კითხვებით ასევე პრაქტიკული ნაწილით ან პრაქტიკული მოიცავს იმას რომ დავალებას მოგცემთ რომელშიც თქვენ გექნებათ რაღაც კონკრეტული დრო გასაკეთებლად და მაინტერესებს რამდენად ჩაეტევით როგორ იაზრუნებთ
და როგორი იქნება ის წნეხი და როგორ შეასრულოთ მოკლედ დავალებებს რა. იმიტომ რომ ეგ თქვენ დაგეხმარებათ ზოგადად ლაივ გასაუბრებებისთვის და ხელს შეგიწყობთ. ეს ეხება ყველა სტუდენტს. ნებისმიერი პაკეტის მქონე სტუდენტს რა. და გაითვალისწინეთ. აი, თუ კითხვები არ გაქვთ, გიორგის რაღაცა თქმა ხო აქვს სულდა? კაი. არა ხელი მოჭირ. ოკეი. კაი, მაშინ თუ კი არაფერი კითხვა არ გაქვთ, დაგემშვიდობებით და აბა შეხვედრამდე, სამშაბათამდე. სამშაბათამდე. სამშაბათამდე.